რამე რო გაუკვირდება ხოლმე ადამიანს პრიმიტიული რაღაც რო გაუკვირდება ეს საიდანო და ეს როგორ მოიგონესო და მეღიმება ხოლმე ჩემთვის გულში, იმიტომ რომ ჯერ დავიწყოთ იმით, რომ აი თვალები გვაქვს აქეთ-იქითაც ვიხედებით, შორს ვიხედებით, ფოკუსს ვასწორებთ, ახლოს გადმოვწევთ, ფოკუსს ვასწორებთ, მაგედან არის მაგით მოგონილი ფოტოაპარატის ობიექტივი. ხო და აი სულ ყველაფერი რაც კი აქვს ადამიანს ორგანიზმში, აი მაგალითად წარბი რისთვის არის? ოფლი რომ მოგივიდეს, წარბზე მოვიდეს და გვერდზე გადავიდეს, თვალებში არ ჩაგივიდეს, ცხვიერი, ისუნთქო, ყურები გაიგო და წარმოიდგინე ყურებს რატო აქვს ეს ისინი, ესე იგი რომ მოაგროვოს ეს ხმები და კარგად გავიგონოთ, ხო? პირი, კბილები, ყველაფერი და შიგნეულზე რო გადავიდეთ და სისხლძარღვები და როგორ არის მიერთებული და გულში ადის სისხლი, გული ტვინში ადის ტვინი და ყველაფერი საერთოდ რომ მოყვეს რა რთული აგებულობისა ადამიანი და ეს ხო პირდაპირ მეტყველებს, რომ ჩვენა ვართ ღმერთის ქმნილებები. ზოგი წარმატებულად მოქმედებს, ზოგი წარუმატებლად და გამოდის, რომ თითქოს აღარაფერი არ უნდა გვიკვირდეს. ისეთი რთული, ჩვენ თვითონა ვართ ეს რთული აგებულების და დანარჩენს, რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს კი ადამიანის გამოგონებები, რო იგონებ, ესაც იმის ამბავში შედის, რომ ტვინი მოქმედებს, ტვინი ფიქრობს. ხო და მაგის მიხედვით კიდევ იგონებს ადამიანი სხვადასხვა საკვირველ ტექნოლოგიებს. ხო და ეგ უნდა მეთქვა რა. მე კიდე ისევ ყვები, აი შემოკლებულად, თორე რო დაუფიქრდეს ადამიანი და მწოდნემ რო თქვა, ვისაც ორგანიზმი შეუძლია რა რთული აგებულებისა და რა რთულად არის შიგნიდანაც წყობით და გარედანაც ფეხები, ხელები რატო გვაქვს და ყველაფერი მაგის მიხედვით. მაშინ ასე რომ საკვირველი არაფერია, დიდება უფალს ღმერთის ძალა ყვარავდეს.